გადაცემის სპონსორია ავტობანი. ავტონაწილების 100-ზე მეტი მომწოდებელი, ორიგინალი მწარმოებლები, რომლებსაც ენდობა ავტოსამყარო და 40,000 დასახელების პროდუქტი ერთ კომფორტულ სივრცეში. ენდეთ ჩვენს 30 წლიან გამოცდილებას. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან. მორიგი ძალიან საინტერესო ეპიზოდის ჩაწერას. მოვედით სკიულში და მასპინძლობს მისი დამფუძნებელი გიორგი მარიამიძე. დავიდით და ერთად დავიწყოთ საინტერესო ინტერვიუ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან. მორიგი ძალიან საინტერესო ეპიზოდის ჩაწერას. დღეს ჩვენი მასპინძელია სკიუილი და სკიულში მასპინძლობს ბატონი გიორგი მარიამიძე. გიორგი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა შენი დროისთვის და მასპინძლობისთვის. როგორ ხარ, როგორ არის საქმეები და მაყურებელი ხვდება ეხლა რომ ძირითადად ჩვენი საუბარი შეეხება ტექნოლოგიას, განათლებას, networking-ს და ყველაფერს, რაც საჭიროა ადამიანური პერსონალური კაპიტალის განსავითარებლად. როგორ ხარ უპირველეს ყოვლისა? გიორგი მარიამიძე, სკიუილის დამფუძნებელი. განათლება ჰარვარდის ბიზნეს სკოლა, ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში. წარსული საქმიანობა, სადაზღვევო კომპანია იმედიელი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Bain & Company, Making Science Swift. გამარჯობა, კარგად, მადლობა სანდრო. პირიქით, მადლობა თქვენ ინტერესისთვის, მადლობა სტუმრობისთვის, ესეთი აქტიური, ასე ვთქვათ, პერიოდი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია და აკადემიურ ნაწილში არა, მაგრამ აი მომზადებისთვის უკვე სასექტემბრო ძალიან აქტიური, ესეთი დაკავებული პერიოდი გვაქვს, ვემზადებით ახალი სტუდენტების მისაღებად სექტემბერში. ძალიან მაგარია და წარმატებები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი. მოდი ახლა გვიანბე უპირველეს ყოვლისა სკიუილის კონცეფციის შესახებ. ჩვენი სხვადასხვა ფორმატებიდან ჩვენი მაყურებელი ძალიან კარგად იცნობს სკიუილს, მის რეგლამენტს, მის ფილოსოფიას, მაგრამ აი კიდევ ერთხელ მინდა რომ აი შენობით ბიზნესის მაყურებლებისთვის რეალურად აი გვიანბო კიდევ ერთხელ აი რა კონცეფციაზე არის აგებული მთლიანად სკიუილის, ასე ვთქვათ, იდეოლოგია. კი ბატონო. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის კიდევ ერთხელ. სკიუილს რაც შეეხება, მაგრამ სკიუილის მისია, ხო, ან ყველა ორგანიზაციას რაღაც მისია აქვს და რაღაც ემსახურება, რატომაც არსებობს. სკიუილის მისია არის, რომ ადამიანების ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ. ამიტომ დავაფუძნეთ, ამიტომ არსებობს ეს კომპანია და უკვე რა თქმა უნდა, ამის მერე შემდეგი ეტაპი, ასე ვთქვათ, როგორ გავაკეთებთ ეს, ხო, როგორ გამახორციელოთ და ამას ჩვენ ვაკეთებთ როგორც პროფესიული, ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, კოლეჯი და ჩვენი მთავარი პროფილი არის თანამედროვე ტექნოლოგიები, თანამედროვე პროფესიები და ვემსახურებთ იმას, რომ ქართველ ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს, ასევე იმ ადამიანებს, რომელსაც სურთ, თქვათ, პროფესიის ცვლილება, აუკეთოთ მაქსიმუმი, ხელი შეუწყოთ, დავეხმაროთ იმაში, რომ მათ შეძლონ, რომ დაეუფლონ ამ თანამედროვე პროფესიებს და იყვნენ წარმატებული ამ პროფესიებში. ხო, აი პრაქტიკულ თეზისებზე რამდენად დიდი აქცენტი კეთდება. იმიტომ რომ ჩვენ მოგვეხსენება ყველას ძალიან კარგად, რომ ალბათ აი საქართველოში საგანმანათლებლო ეკოსისტემის ერთ-ერთი მთავარი მანკიერებაც, ხო? ცხადია ეს ყველა უნივერსიტეტზე არ ვრცელდება და ვერ განზოგადდება ფიზიკურად, მაგრამ უმეტესობას კრებსითად ზუსტად ის არის ხოლმე, რომ აი რატომღაც თეორია და პრაქტიკა ერთმანეთში ძალიან აღრეულია, საბოლოო ჯამში შრომით ბაზარს არც პრაქტიკოსი კადრი ხდება და არც თეორეტიკოსი. შესაბამისად, აი მე მაინტერესებს აი ჯამში სკიულში როგორ ხდება ტექნოლოგიური თეზისების მიწოდება, შესწავლა და შესაბამისად აი რამდენად არიან აქაური ბენეფიციარები, სტუდენტები ახლოს პრაქტიკასთან. კი ბატონო. ხო, პრაქტიკა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ცოტა ოდნავში კიდევ უკან რო წავიდეთ, ისევ ანუ სკიუილი სანამ სკიულს დავაფუძნებდი, პირადად ხო, ანუ ჩემი ბექგრაუნდი არის ბიზნესში და ანუ IT-ში ჩემი ბექგრაუნდი ტექნოლოგიებში
მართავდი და დავაფუძნე IT outsourcing კომპანია, რომელშიც ზუსტად იმ მიმართულებით მუშაობდით, რომ ანუ ქართველ პროფესიონალებს, ტექ პროფესიონალებს ეძლევათ საშუალება, რომ დასაქმებულნი იყვნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ძირითადად დასავლეთში, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, ევროპა ამ ბაზრებზე დასაქმებულნი იყვნენ და სწორედ ანუ ამ მიმართულებაში მუშაობის დროს შევიძინეთ ძალიან ღირებული გამოცდილება იმ ნაწილში, რომ ანუ დასავლეთის ბაზრებზე რა, ასე ვთქვათ, უნარები არის მოთხოვნადი, რას ეძებენ ისინი მოკლედ ადამიანურ რესურსში და ადამიანურ კაპიტალში და სწორედ ამ გამოცდილების გადმოტანას ვცდილობთ და ვეცადეთ და იმედია კარგად გამოგვდის Skillwheel-ში, რომ სწორედ პრაქტიკაზე ორიენტირებული ყოფილიყო თავიდან ბოლომდე და ამიტომაც ავირჩიეთ აი პროფესიული მიმართულება, ამიტომაც ზუსტად კოლეჯი, იმიტომ რომ პროფესიული მიმართულება ყველაზე თავისი არსით, თავისი განსაზღვრებით ყველაზე, ასე ვთქვათ, ახლო არის დასაქმების და შრომის ბაზართან და არ არის თეორიაზე ორიენტირებული, ანუ არ მოიცავს კვლევას, ასე ვთქვათ, ეს მოიცავს იმ უნარებზე კონცენტრირებას, რაც გჭირდება პროფესიაში. რაც მართლა გამოგადგება. ჩვენი სლოგანი, ჩვენი სლოგანიც ზუსტად ეგ არის, რომ ვისწავლო ის, რაც მართლა გამოგადგება. რა თქმა უნდა, ეს თუ არიან ისეთი, ანუ ახალი ცოდნაც უნდა შეიქმნას, ხო? და არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც აკადემიური, ასე ვთქვათ, სფერო აინტერესებთ, თუნდაც რომ რაც გამოიკვლიონ, რაც ახალი რაც გამოგონებაზე იმუშაონ. ჩვენ ვართ უფრო პრაქტიკაზე ორიენტირებული და ადამიანების, ჩვენი სტუდენტების წარმატებაზე და კიდევ ერთხელ მათი, ასე ვთქვათ, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ვართ ორიენტირებული. ამისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკა და უკვე ჩვენ აკადემიურ პროგრამებში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის პრაქტიკას და მოთხოვნაც კი გვაქვს, ასე ვთქვათ, რომ ის დავალებები, რომელიც მისდით სტუდენტებთან, იქიდან ნახევარზე მეტი აუცილებლად უნდა იყოს პრაქტიკული ხასიათის და პრაქტიკული შინაარსის. ანუ ძირითადი მიმართულებები მაინც არის კომპიუტერული მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ანუ ყველაფერი, რაც პრაქტიკაში ეხმარება. კომპიუტერულ მეცნიერებას არ ვიტყოდი, კომპიუტერული მეცნიერება არის უნივერსიტეტის დომეინი, ასე ვთქვათ, არ ვიცი, ქართულად რაღაც კან საუნივერსიტეტო სფერო არის. ხაზია უფრო. ხო, კომპიუტერული მეცნიერება ჩვენთვის არის უშუალოდ პროგრამირება, მაგალითად ფრონტის. აი, რამდენხანში ეუფლება ბენეფიციარი თქვენთან, მაგალითად პროგრამირების უნარებს? პროგრამირების უნარები, ანუ პროფესიული სტანდარტით, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს და ჩვენც ვემორჩილებით ამ პროფესიულ სტანდარტს, რა თქმა უნდა, პროფესიული სტანდარტების ფარგლებში ვმუშაობთ, არის 11 თვიანი და ვფიქრობ, რომ საშუალოდ რაღაცა წელიწად 1 წელი ან წელიწად ნახევარი არის ის დრო, როდესაც უკვე შეუძლია რაღაც თამამად დაეუფლოს და შეეჭიდოს შრომით ბაზარს, ასე ვთქვათ, დამწყები პროფესიონალი. ძალიან საინტერესოა. მოდი ახლა რადგანაც აი ძალიან უშუალო და არაფორმალური საუბარი გვაქვს, მოდი ცოტა ახლა ალეგორიებით შემოვიტანოთ ჩვენს დიალოგში და ახლა მე საერთოდ ახლა დავარღვევ ერთ თეზის. ერთი მერცხალიო გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, მაგრამ ერთ მერცხალს შეუძლია ზუსტად გაზაფხულის მოყვანა, ზუსტად წარმატების მაგალითებით და ასე შემდეგ. მოდი ახლა მაინტერესებს შენი მოსაზრება საქართველოში თვითონ აი პროფესიულ განათლებას. რა აკლია დღეს? ანუ ჩემი აზრით, ჩემი მოკრძალებული აზრით აკლია რომანტიზება. იმიტომ რომ რაღაცა წლების განმავლობაში მოხდა დალექვა მთელი 34 წლის განმავლობაში, რომ აი გინდა თუ არა დიპლომი არის რაღაცა წარმატების გასაღები, მაგრამ არ არის დიპლომი წარმატების გასაღები და ამასაც პრაქტიკა აჩვენებს. მე არც ერთ შემთხვევაში უმაღლეს განათლებას არ ვაკნინებ, ჯვარი ხწერია არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ ну ფაქტია რომ 34 წლის განმავლობაში ანუ ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემა განათლების კუთხით ანუ ისეთ ტრაექტორიით წავიდა რომ ფაქტიურად აი აღარაფერს აღარ ვლაპარაკობ პროგრამირებას აი სხვა მიმართულებებზეც გავიხედოთ ხო აი პრაქტიკულად არ უყავს კადრი და სამაგიეროდ ანუ დიდი დოზით არის მოძალება სამართლის სპეციალობებზე, ბიზნესის ადმინისტრირებაზე, მედიცინაზე და ძალიან ბევრი კადრი დაგროვდა ამ მიმართულებით.
დაგროვდა, მერე ვერ საქმდებიან, მერე ხდება იმედგაცრუება, მერე ხდება ყველაფერზე გულის აცრუება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ზუსტად იმის ბრალი, რომ პროფესიულ განათლებაზე არ ხდება სათანადო აქცენტების გაკეთება. მაგიტომ ახსენე ხა მერცხლის და გაზაფხულის ალეგორია, რომ ჩვენ აი ხა თუნდაც ეს ინტერვიუ, ხო? რაღაც დონეზე ემსახურება იმას, რომ მე ხარ ვიცი, რომ ერთი ინტერვიუ რაღაც ტრანსფორმაციას გააკეთებს და დაარღვევს ყველა სტერეოტიპს და კლიშეს და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაც დონეზე ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს რომანტიზება ამ მიმართულების, რომ კი ბატონო, რაღაც დონეზე მენტალობა წავიდეს პროფესიული განათლებისკენ, იმიტომ რომ კი ჩვენ გვჭირდება ბევრი პრაქტიკოსი პროგრამისტი. კი ბატონო, ეს ასია და მე პრაქტიკაზეც გადავალთ ჩვენ ეკოსისტემის მიმოხილვაზე და კიდევ ერთხელ დავინახავთ ძალიან კარგად, რომ გვაქვს ამ კუთხით ძალიან ბევრი ნაკლოვანება. მე მაინტერესებს, აი რა ჭირდება დღეს პროფესიულ განათლებას იმისთვის, რომ ჩვენ რომანტიზება მოვახდინოთ მისი სათანადოდ. ხო, ну, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, ესეც როგორც ჩვენ თქვი, ვფიქრობ, რომ წაგვადგება მაგ მიმართულებით. რომანტიზება, კარგი ისეთი საინტერესო ტერმინია და ეხლა კარგი იდეა მოგვეცი, ჩვენც უნდა ვიფიქროთ ალბათ რომანტიზებაზე, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ. უფრო რაღაც ჩვენ ყოველ შემთხვევაში, როგორც ქივილი, აზეც მუშაობთ და ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ პოპულარიზაცია მოვახდინოთ ამისი და აი რაღაც მაგალითს მოგიყვებით ჩვენ ყავდა უბრალოდ ყავს ერთ-ერთი სტუდენტი რომელიც ჩვენთან სწავლობს და აი ესე სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა რომ მოკლედ დედამისმა ამ სტუდენტის დედამ მოუყვა სხვა ადამიანს რომ აიო მეო ძალიან ჩემ შვილზე ძალიან წუხდიო რა მე ძალიან მინდოდაო რომ ჩემ შვილს უნივერსიტეტში ჩააბარებინაო და წავიდაო რაღაცა კოლეჯშიო მეგონიო სკივილი ქვიაო იქ რა ჩააბარაო და რაღაცაო და ეხაო ძალიან გაყოფილი და ძალიან ბედნიერიაო ჩემი შვილიო და ხა მეც რო უყურებო ნუ აი ჩემი შვილი თუ ბედნიერია ნუ მეც ბედნიერი ვარო და აი ესეთი ასე თქვა ადამიანებმა უნდა მიიღონ ეს გამოცდილება და უნდა ნახონ რომ რეალურად არ არის რაღაცა ეს ასე თქვა აუცილებელი რომ გინდა თუ არა წავიდეს უნივერსიტეტში უნდა ისწავლოს და უნივერსიტეტში თუ არ ისწავლოს რა ცოლი არ გაყვება ბიჭს და რაღაცა არ ვიცი ეს გოგო ვერ გათხოვდება კარგად როგორც არის ანუ ეს ჩვენ ახლა მე და შენ რამდენიც არ უნდა ვიძახოთ ალბათ ეს ხალხმა რაღაც თვითონ უნდა ასე ვთქვათ თავის თავზე გამოცადოს რაღაც სხვის წარმატების ისტორიას უნდა გაიგოს შეხედოს და ვფიქრობ რომ ეს პოპულარიზაცია არის ის რაც დაგვეხმარება რომ ასე ვთქვათ გავზარდოთ რა ის პროცენტ ხო ანალიტიკურად შევხედოთ ანუ ეს რაზეა და პროცენტული მაჩვენებები ადამიანების რომელიც ასე ვთქვათ სკოლის მერე როგორ აგრძელებენ რა სად აგრძელებენ თქვათ აბარებენ უნივერსიტეტში თუ თქვათ აბარებენ რაღაც პროფესიულში კოლეჯში ან შეიძლება სულაც არ აგრძელებენ საერთო სწავლას და პირდაპირ იწყებენ რაღაც იწყებენ მუშაობას და ხდებიან უკვე ასე ვთქვათ workforce-ში შრომითი ძალის ნაწილი რაც რავი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რადგანაც ანუ სწორედ workforce-ზე დამოკიდებული ჩვენი რაღაც ეკონომიკა ჩვენი GDP მთლიანი შტატ პროდუქტი და ეს ზრდის ხო ანუ განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას ხო ნუ რო შევაჯამოთ ვფიქრობ რომ აი ისევ პრაქტიკულად უნდა მოხდეს პოპულარიზაცია და რაღაცა ნახოს ადამიანმა რომ თურმე არ დამთავრდა იმით ცხოვრება რომ რაღაცა ხო, თან მithumetes ახლა სახელმწიფოში არის დღეს ის ველი შექმნილი და ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია, რომ რეალურად პროფესიული განათლება თითქმის გათანაბრებული არის უმაღლეს განათლებასთან, რეალურად ხდება სახელმწიფო დაფინანსება და შესაბამისად, ანუ ბენეფიციარებს უმეტესწილად აი პროფესიულ კოლეჯებსაც რო შევხედოთ. მე ვიტყოდი, რომ წახალისებული არის, ანუ რაღაცა სახელმწიფო აფინანსებს, სრულად უფინანსებს. ხო, ესეც რომანტიზებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია, იმიტომ რომ რეალურად აქ როგორც კერძო სექტორმა, ასევე სახელმწიფომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ აი ზუსტად ეს რომანტიზება გავაკეთოთ. მაგრამ ეხლა საიდან რა არის ჩვენი ათვლის წერტილი? ხო, ათვლის წერტილი არის არც თუ მაინც და მაინც დადებითი სიტუაცია. ეხლა მე მაგალითად მახსოვს
ერთ-ერთი კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ IT კომპანიების შესახებ, აი ხა ზუსტად ინდუსტრია მე მოვიხილოთ. და ვფიქრობ, რომ ეს კანონი იყო ძალიან სასარგებლო კანონი, იმიტომ რომ ზუსტად მაშინ თუ არ ვწდები შემისწორე თუ მეშლება 2018-19 წლები იყო თუ ზუსტად მახსოვს, მიღებული იქნა ჩასწორება კანონში IT კომპანიების შესახებ და ამან დააფორსირა მაშინ ქვეყანაში ბევრი საერთაშორისო ამერიკული კომპანიის შემოსვლა, როგორც არის IPAM-ი, როგორც არის XADL-ი, როგორც არის Lineat-ი, ბევრი კომპანია დაინტერესდა ქართული ბაზრით. და სამწუხარო ამაში რა იყო? ეს ძალიან მაგარი მოვლენა არის, თუმცა ამაზეც მაშინ ახლა მედია საშუალებებს არ ულაპარაკიათ და მე ვფიქრობ, რომ ამებზეც უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ რომანტიზებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი ზუსტად ეს არის, როდესაც აი ესეთი დიდი კომპანიები შემოდიან, კი ბატონო ის შენი მომავალი დამსაქმებელია ხვალ და ზეგ. აღმოჩნდა რა? აღმოჩნდა ის, რომ ეს კომპანიები, როდესაც შემოვიდნენ საქართველოში და დაფუძნდნენ, ანუ მათ რეალურად ადამიანური რესურსი სადანავ ვერ იპოვეს, იმიტომ რომ ჩვენი უნივერსიტეტები ვერ აწარმოებდნენ, ამ სიტყვას გამოვიყენებ, იმ რაოდენობის კადრს, რომ რეალურად ამ უნივერსიტეტებს შეევსოთ საკუთარი რესურსები და ასე შემდეგ. ამიტომაც ესეც პრობლემა, ანუ ამ პრობლემის წინაშეც დავდექით რეალურად. მე მაინტერესებს აი ამ პატარა პრეისტორიით, რომელიც მოვყევი, ხო აი, შენი აზრით ქვეყნის ეკონომიკაში, მთლიან შიდა პროდუქტში, რა როლი აქვს ზოგადად ტექნოლოგიას? აქვე მინდა ერთი გადახვევაც გავაკეთო, რაღაც აი უტრირებასავით არ მინდა გამომივიდეს, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ყველაფერი ჯერ ეკონომიკაში, ხო აი გამურული ხელებით იწყება. დიჯიტალიზაცია მის შემდეგი ეტაპია, ხო? და ჩვენ ჯერ ეს გამურული ხელების გემო უნდა ვიგრძნოთ, რომ რეალურად შევქმნათ რეალური ეკონომიკა, რომ მერე ამაზე დავაშენოთ თუნდაც ციფრული ნაწილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მე მაინტერესებს ამ ყველანაირი დათქმის გათვალისწინებით. რა როლი აქვს, ან რა როლი უნდა გქონდეს ქვეყნის ეკონომიკაში ტექნოლოგიებს? კი ბატონო. საქართველო არის მცირე ზომის ღია ეკონომიკა და ვფიქრობ, რომ შესაბამისად საქართველოსნაირ ეკონომიკაში მაღალ ინტელექტუალურ სფეროებს უნდა გქონდეს წამყვანი როლი და ამ მიმართულებით ვფიქრობ, სახელმწიფო პოლიტიკა არის სავსებით სწორი, მიზანმიმართული და სწორედ ამ პოლიტიკამ გამოიღო შედეგი, რაც თქვენ ახსენეთ, 2019 წელს მონაცემებს რო გადავხედოთ, ტექნოლოგიური სფერო დიდად არ არსებობდა, ხო, საქართველოში ძალიან პატარა იყო, თუნდაც მე ხშირად ვიშველიებ ხოლმე, ანუ IT სერვისების ექსპორტის მონაცემს, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს, ეს ძალიან მცირე, ძალიან პატარა თანხა იყო. ასევე მეორე ინდიკატორი არის, ანუ რამდენი ადამიანი, რამდენი პროფესიონალი იყო დასაქმებული IT development სფეროში და აქ მნიშვნელოვანია, რომ განვასხვაოთ IT და ICT ერთმანეთისგან, ხო, ანუ ICT-ში საუბარია ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე და კომუნიკაციებზე, ანუ და კომუნიკაციები კი ახლოს არის, მაგრამ კი სხვა სფეროა პრინციპში, ხო, ანუ კომუნიკაციებზე ვსაუბრობთ, იქ არის თქვათ ჩვენი ანუ Silknet-იც არის, Geosel-იც არის, Maxit-იც არის, სხვა კომპანიებიც არის. უშუალოდ IT-ზე რო ვისაუბროთ, IT development-ზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილში, ხო, ანუ ძალიან ცოტა ადამიანი იყო დასაქმებული, სადღაც დაახლოებით 3500 ადამიანი იყო დასაქმებული და თუ გადავახოთ ამ ყველაფერს 5-6 წლით, ხო, უკვე რაღაც 2025 წლის მონაცემებს და ამ ბოლო დროიდან მონაცემებს მოვიშველიებთ, დასაქმებულების ადამიანობა 50000-ს გადააჭარბა, ანუ გაიზარდა მკვეთრად, ხო, ერთ-ერთი და მეორე მხრივ ექსპორტების IT სერვისების ექსპორტმაც ალბათ გაათმაგდა თითქმის სულ ცოტა ხნის წინაც გამოქვეყნდა ამის შესახებ 2 კვარტლის მონაცემები და ანუ ფაქტია რომ რაღაცა სწორი ტრაექტორიით მივდივართ რა ანუ ეს სფერო ასე ვთქვათ შეიქმნა ვითარდება ძალიან სწრაფად იზრდება და ვფიქრობ რომ ამაში სახელმწიფო პოლიტიკას ძალიან დადებითი და კარგი როლი აქვს ნათამაშები როგორც ამ კომპანიების საქართველოს შემოსვლა და დაინტერესებაც ვფიქრობ ძალიან დადებითი ფაქტია რადგანაც ანუ ამ კომპანიების შემოსვლას სხვა პროფესიონალების შემოსვლაც მოყვა და ჩვენ ქართველებს ჩვენ ქართულ პროფესიონალებს აქვთ უკვე საშუალება რომ ამათთან ერთად იმუშაონ და ამათთან ერთად ამათი
გამოცდილება გაიზიარონ, ასე ვთქვათ, ან თავისი დონე აიმაღლონ, იმიტომ რომ ის უკვე დიდი კომპანია, ანუ დიდი გამოცდილება აქვს და ეს ჩვენ ეხმარება ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩვენ პროფესიონალებს, რომ ამათთან ერთად იმუშაონ და აიმაღლონ თავიანთი დონე და მიიღონ გამოცდილება. რაც შეეხება ასევე ვფიქრობ, ჯიტას როლიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ტექნოლოგია არის, ტექნოლოგიები ესეთი მარტივი სათქმელია, მაგრამ რეალურად რაღაც ეკოსისტემა არის, რომელშიც სხვადასხვა მოთამაშეები არიან ჩართულები. ეს არის თქვა აი EPAM, XADL და Lineate კომპანიები, რასაც ესენი არიან IT outsourcing კომპანიები, რომლებიც სხვას უწევენ სერვისს. ანუ ეს კომპანიები ასევე არიან პროდუქტ კომპანიები, ხო, რომელსაც თავისი ტექნოლოგიური პროდუქტი აქვს, fintech კომპანიები მაგალითად. ჩვენს skills-ში ახლა მაქვს, ჩვენ ტექნოლოგიური კომპანია ვართ, არა ვართ უბრალოდ ყოველთვის ვიძახე, ნახევრად სასწავლებელი ვართ, ნახევრად ტექნოლოგიური კომპანია ვართ, იმიტომ რომ ჩვენს შევქმნით ჩვენი პროგრამების უზრუნველყოფა, რომელსაც ჩვენი სტუდენტები იყენებენ და ეს სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია, ანუ edutech-ი შეგვიძლია ვთქვა და ანუ ნებისმიერ სფეროში შეგვიძლია ტექნოლოგიების საშუალებით, ხო, რაღაცა ეს არის პროდუქტ კომპანიები და ასევე სტარტაპ ეკოსისტემაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სტარტაპზე ცოტა მოგვიანებით გითხავ. ისე სხვადასხვა ზეთ პატარა გადახვევას გავაკეთე. შენი აზრით საქართველოს როდის ეყოლება პირველი იუნიკორნი? დრო ხო არ მოვიდა ისე უკვე რომ მინიმუმ ერთი იუნიკორნი ყავდა. სომხებს ყავთ 6. სუმში უსხომე თეთრი შური. სომხებს 6 იუნიკორნი არ ვიცი ვინ ყავთ. 6 ყავთ. საიდან ვინ არის ეს სომხები? 6 ყავთ, ერთი არის delivery კომპანია, ორი არის fintech-ი, ერთი არის მიკრობანკი და ნუ დაახლოებით ეგეთი ლისტინგი არის. 6 იუნიკორნი ყავთ. ეს იუნიკორნი კომპანია, რომელიც ღირებულება არის მილიარდი. Yes. ხო. არ ვიცი, სომხებს. შენი აზრით აი ჩვენ სომხებმა თავისაზე იფიქრონ, მაგრამ აი ჩვენ არა, სხვათა შორის ხო IT სერვის ექსპორტებით per capita რო შევადაროთ, სომხეთს ჰქონდა უფრო მაღალი მაჩვენებელი ადრე საქართველოსზე, სადაც ჩვენც ავსტრაფდებოდით. ბოლო დროს არ ვიცი, არ მინახია. ჩვენ გვაქვს წარმატების кейსები ამ მიმართულებით, არის რაღაც რამდენიმე სხვადასხვა რამდენიმე კომპანია, რომელსაც თქვა გამოიღო შედეგი, თუმცა ხო, ახლა მილიარდიანი valuation-ი ჯერჯერობით არ აქვს არც ერთი. ჯერჯერობით არ არის. არის და ეკოსისტემა, ეხლა ხო, გეთანხმები აბსოლუტურად და ეკოსისტემა ყოველ შემთხვევაში ამისთვის შექმნილია, რომ ჩვენმა გარემომ შვას, ასე ვთქვათ, პირველი იუნიკორნი, ხო? ეხლა რა ვსგულისხმობ გარემოში და ეკოსისტემაში. აი, ესეც მინდა რომ შევაფასოთ. პირველი ჩემი აზრით, რამდენიმე წლის წინ, 1 წლის წინ მოხდა საგადასახადო მიმართულებითაც ძალიან კარგი ლიბერალიზაცია, რომლის საფუძველზეც აი მაგალითად სტარტაპი გათავისუფლდა მთელი რიგი გადასახადებისგან, 10 წლიანი ლიბერალიზაცია არის ჩადებული მთლიანობაში, ეს ერთი ნაწილი მინდა რომ შევაფასოთ. ასევე, აი ხა ახსენე შენ პროგრამული სერვისების ექსპორტი, ხო? მოხდა მათ შორის ცვლილებები კოდექსში. იქ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ჰქონდა, მათ შორის ბოდიში ვირტუალური ზონის სტატუსი ჰქონდა, მე უკვე საერთაშორისო კომპანიის სტატუსის პრეფერენცირებაზე მიდგა საქმე. ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჯიტას როლიც საკმაოდ დიდია, იმიტომ რომ რეალურად ეხმარება კომპანიებს შექმნან bankable პროდუქტი, იმიტომ რომ დღეს მაინც ახლა გვინდა არ გვინდა ეს მოცემულობა არის, რომ უპირველეს ყოვლისა შემსყიდველი ძირითადად მაინც ანუ ან სახელმწიფო არის, ან საბანკო სექტორი, უმეტესად. აი fintech მიმართულებითაც, აი fintech-ით ჩემი აზრით იმიტომ დაპოზიციონირდა წარმატებულად ფინანსური ტექნოლოგიები, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, პარტნიორი კომერციული საბანკო სექტორი არის, ხო? შესაბამისად, აი მე მაინტერესებს აი ეს გარემოებები დღეს, რაც არის შექმნილი, ხო, ეკოსისტემის განსავითარებლად, ანუ აი რამდენად უწყობს ხელს იმას, რომ ჩვენ უკვე დავიწყოთ ათვლა წამზომის, რომ აი რაღაც დღე-დღეზე პირობითად, ალეგორიით ვამბობ ხა რა თქმა უნდა დაიდოს რაღაც რამდენიმე წარმატების მაგალითი. კი, რავი, ძალიან უწყობს ჩემი აზრით ხელს, დადებითია, ხო, ინოვაციური სტარტაპის სტატუსია, რაც შენ ახსენე, ხო, რომელიც ასე ვთქვათ, საშემოსავლო გადასახადისგან ათავისუფლებს ინოვაციურ სტარტაპებს და ხო, up to 10 წელია და ანუ ეს შეღავათები ძალიან მაგარი ამბავია ეკოსისტემისთვის და ეხმარება გარდა ამისა ასევე თქვა ჯიტამ შემოიყვანა უკვე რაც აქსელერატორები და ეს თავისი საგრანტო პროგრამა გადასცა ასე ვთქვათ სამართავად ამ აქსელერატორებს რომელიც ასევე გამოცდილი და საერთაშორისო დონის ხალხია და
ყველაფერი ვფიქრობ, რომ ამისთვის არის თავის ადგილას არის, კარგად არის, სწორად არის და ეხლა მთავარი არის, რომ მოკლედ ადამიანური რესურსი მივმართოთ აქეთკენ და სწორედ ამ იდეით ვართ ჩვენ Skills-ში, სტარტაპ ზონა გვიწერია და ხო, ანუ არ არის მაინც და მაინც ერთადერთი გზა არ არის რაღაცა დასაქმდე. ჩვენი ძალიან მაგარია, წარმოტებაა ის რომ დასაქმდე, მაგრამ ჩვენ ასევე ამ აქსელერატორთან ძალიან ახლოს თანამშრომლობთ, ცოტა ხნის წინ ყავდა უცხოელი ტრენერი, აქ ჩვენთან Skills-ში ჩაუტარა ჩვენ სტუდენტებს რაღაც ტრეინინგი go to market სტრატეგიაზე და ზოგადად აი სტარტაპულ თემაზე როგორ უნდა ხო სახელმწიფო და ბანკები ახსენენ და არ ვიცი მან რამდენი გეთანხმები ანუ მან უფრო ეს bankable არ იქნება ეს არის ანუ venture მიმართულება არის ხო ანუ venture capital-მა უნდა დაუჭიროს აი ეხლა ბანკისკენ წავიდეთ ძალიან კაი რაღაც ახსენე და მან მნიშვნელოვანია რომ ანუ ეს სტარტაპები გლობალური მაინდსეტით უნდა შეიქმნა თავიდანვე საქართველოს ძალიან მაგარი არის იმისთვის ეს რაც ჩვენ ახსენეთ ეკოსისტემა, საგასახადო შეღავათები, ასე ეს ყველაფერი ძალიან მაგარია, იმისთვის რომ რაღაც შექმნა პროდუქტი, ასე ვთქვათ, რასაც proof of concept ან MVP მინი ხო, ანუ რასაც ამ სფეროში ვეძახით, რომ ანუ მუშაობს რა, ნამდვილად რაღაც მუშაობს და იმისათვის რომ ამან უკვე რაღაც იუნიკორნობაზე და რაღაცაზე ქონდეს პრეტენზია, მნიშვნელოვანია რომ ეს გლობალური ხედვა უნდა ქონდეს და არ უნდა შემოიფარგლებოდეს მარტო რაღაც ჩვენი ეკონომიკით და ჩვენც ვცდილობთ რომ იმის მიმართულებით ვიმუშაოთ, რომ მოკლედ ადამიანებმა დაიწყონ ფიქრი, რომ რაღაც სტარტაპს რო გააკეთებენ, რაღაც როგორ მიყიდონ ეს სტარტაპი ინვესტორს, არ ვიცი, ნიუ-იორკში ინვესტორს, დუბაიში ინვესტორს, მილანში. ნუ მასშტაბირება აუცილებელია. მასშტაბირება არის აუცილებელი, კი ბატონო, ჩვენი მარკეტი პატარა, ანუ ჩვენი მარკეტზე დაფუძნებულ სტარტაპს, ასე ვთქვათ, გაუჭირდება იუნიკორნი. ხო, ამისთვის არსებობს სოფლიოში ბევრი მაგალითი, ნუ აი ყოველთვის ვიხსენებ ხოლმე Skype მაგალითად ალბათ ესტონეთის მოსახლეობა ესტონეთში მარტო გრანი ნაძალადების რაიონი რო აიღო გაცილებით მეტი ადამიანი ცხოვრობს ვიდრე ესტონეთში მაგრამ პატარა ესტონეთმა შეძლო ის რომ შექმნა Skype რეალურად რამაც მერე ქვეყნის ბიუჯეტს მილიარდიანი ბენეფიტები მოუტანა მათ შორის ეხლა ერთ საკითხი მინდოდა ხო არ ვიცი მან რამდენიანი ბენეფიტები მოუტანა მან უფრო ფსიქოლოგიურით ამბავიც არის რა, Skype რაღაც აი ყველამ ვიცით უბრალოდ და ეს მარკეტინგის მიმართულებითაც ძალიან დიდ როლს თამაშობს. გადაცემის სპონსორია ავტობანი. ავტონაწილების 100-ზე მეტი მომწოდებელი, ორიგინალი მწარმოებლები, რომლებსაც ენდობა ავტოსამყარო და 40,000 დასახელების პროდუქტი ერთ კომფორტულ სივრცეში. ენდეთ ჩვენს 30 წლიან გამოცდილებას. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. გადაცემის სპონსორია ავტობანი. ავტონაწილების 100-ზე მეტი მომწოდებელი, ორიგინალი მწარმოებლები, რომლებსაც ენდობა ავტოსამყარო და 40,000 დასახელების პროდუქტი ერთ კომფორტულ სივრცეში. ენდეთ ჩვენს 30 წლიან გამოცდილებას. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. ძალიან კაი რაღაც ახსენე. ალტერნატიული ფინანსური რესურსები ახსენე. მე ყოველთვის აი ალეგორიით ვამბობ ხოლმე, რომ დღეს მე ხაზგასმით ვამბობ, რომ სახელმწიფო პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია ძალგეული ინდუსტრიებისთვის. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ჯიტა ვახსენეთ და მოკითხვა ავტოკასრაძეს უკვე მესამეჯერ ვახსენებთ ჯიტას და ეხლა ავტო რო არ ვახსენოთ არ შეიძლება. ჯიტას როლი ძალიან დიდია. ასევე აი ძალგეულ მიმართულებებში თუ ჩაუღრმავდებით, ხო ეხლა აწარმოეს საქართველოსის როლი საკუთარი ინდუსტრიისადმი თან მით უმეტეს ეხლა საპარტნიორო ფონდის რეგლამენტიც გადაიბარა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტები და ენერგომომავალი შეღავათიანი აგროკრედიტი ძალიან მაგარია. ნაწილი ამ პროექტების პროცენტს კი სუბსიდირებს, ნაწილი თანადაფინანსებით, ნაწილი სტოკით, ასე შემდეგ. ძალიან მრავალფეროვანი სტრუქტურა და ვფიქრობ, რომ ეს მეწარმისთვის არის ძალიან სასარგებლო. მაგრამ მე ყოველთვის აი ჩვენს ეკოსისტემას და აი ჩვენს
ცხადია ყველას არ ეხება ეს, მაგრამ უმეტესწილად კრებსითაც ვადარებ ხოლმე ჩვენს ეკოსისტემას, სამეწარმეო ეკოსისტემას სამ ბურბლიან ველოსიპედზე მოსიარულე ბავშვს, რომელსაც ერთ ბურბალს, როგორც კი გამოგლიჯავ, ეხლა შენ ველოსიპედზე ტარება ხო სამ ბურბლიანით, მეც ეგრე ვისწავლე. სანამდე გადავждდებოდი ორ ბურბლიანზე, დამჭირდა ამისთვის ძალიან დიდი დრო. და აი მე იცი რა მგონია? მე მგონია რომ სახელმწიფო მხარდაჭერები რაოდენ მნიშვნელოვანი არის. ამდენად ძალიან კომფორტის ზონაში შეყავს ბენეფიციარი და აი მე მას ორბორბლიან ველოსიპედზე სიარული უჭირს. მე ვფიქრობ და ძალიან მაინტერესებს შენი აზრი. მე ვფიქრობ, რომ აი ზუსტად რაც ახლა ახსენე ვენჩორი, სახალხო დაფინანსების სისტემები, crowdfunding სისტემები, თუნდაც იგივე ანგელოზი ინვესტორების ეკოსისტემის განვითარება, თუნდაც იგივე hedge ფონდების სტრუქტურის განვითარება, ნებისმიერი მიმართულების განვითარება, რაც ალტერნატიულ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობას გააჩენს, რომ ელემენტარულად ბენეფიციარმა ორბორბლიანი ველოსიპედით მივიდეს, აიღოს, გააკეთოს fundraising-ი, ფულადი რესურსების მობილიზება და მე უკვე მან ინდივიდუალურად შეძლოს ბანკთან ურთიერთობაც. იქ ცალკე ბუღალტერულ და აუდიტორულ კომპანიასთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. ანუ ჩემი აზრით ინდივიდუალიზმი სამეწარმეო ეკოსისტემაში გვაკლია. ჩემი მოგრძალებული აზრია ეს. მაინტერესებს შენი მოსაზრება. ხო. მიჭირს დაგეთანხმოროს ქართველებს რამეში გვაკლია ინდივიდუალიზმი საერთოდ ესეთი ინდივიდუალიზმი ფიქრობ ქართველებს ზიად არ გვაკლია. ეს სამეწარმეო იგულისხმება. ესეთი ხალხი ვართ, რა ქვია, ქართველები. საკმაოდ ინდივიდუალური, მაგრამ ოკეი, მაგაზე ვისაუბროთ. ანუ სულ რამდენი წლისაა ჩვენ ქვეყანა? 34. ხო, მე 38-ის ვარ. მე 26 წლის. ხო, ანუ ჩვენ ორივე უფრო ასე ვთქვათ, დიდები ვართ, ვიდრე რაღაც ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანაში ასე ვთქვათ, კერძო ბიზნესი, ხო? კი ბატონო. და არ ვიცი, ხოდესაც ხშირად მაქვს, ხო, რაც უცხოელ ინვესტორებთან ასე ვთქვათ, დასავლეთ ბაზრებზე ურთიერთობა. აი რა ვიცი, მაგალითად იტალიაში არის ბანკი, რომელიც არსებობს 1495 წლიდან და ხო, ანუ ჩვენ ეს ხო ბიზნესი ხო საბოლოო ჯამში კონკურენციაზეა დამოკიდებული, ხო, ანუ კონკურენციაში ვართ, გლობალურ მეზზე რო ვისაუბრეთ, ანუ ესე იგი გლობალურად უნდა შეგვეძლოს რაღაც კონკურენცია გავუწიოთ და ნუ არ არის მარტივი ჩვენ რაღაც ჩვენზე ნაკლები ასაკის მქონე ქვეყანამდე, შესაბამისად ეკოსისტემამ და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ, ყველაფერმა, რისგან შედგება ინსტიტუტებმა გაუწიონ კონკურენცია იმას, რაც, არ ვიცი, ასობით წელია უკვე არსებობს და უკვე ამ ყველაფერს ისინი აკეთებენ და იმისთვის ზუსტად რომ ჩვენ გლობალურად შევძლოთ რომ ვიყოთ, ხო, როგორც ქვეყანა კონკურენტური, ზუსტად მაგიტომ გვჭირდება, ასე ვთქვათ, კაი სიტყვანი, ვთქვათ, kickstart რა, ანუ ველოსიპედი არა, მაგრამ რაღაც ვთქვათ, აი მოპედი რო თქვა ესე რომ აიღებ და ჭიჭო ჩაადგავ რო ხო ხელით რო ამოქოქო ხო თავიდან ამოქოქვა ჭირდება და რო ამოქოქაო მე წავა და ეხლა სწორედ რო თავიდან როგორც თქვი ანუ რაღაც აი 2020-2019 წელს არ იყო ეს ყველაფერი რა შორს ძალიან ცოტა დრო არის გასული და ფიქრობ რომ ანუ ეს ამოქოქვა ეხლა ვართ ამოქოქვის პროცესში და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მაგარ შედეგებს დავდებთ და ეკოსისტემაზე რო ვსაუბრობ და ეკოსისტემის ნაწილი უნდა იყოს სწორედ განათლება, იმიტომ რომ ეს განათლების ნაწილი გვეხმარება იმაში, რომ დავეხმაროთ, ან ცოდნა მივაწოდოთ, გამოცდილება გაუზიაროთ ამ ადამიანებს, რომ შეძლონ ამ ყველაფრის უკვე გამოყენება ამ სისტემის, ანუ ამ მოცემულობის, ხო, ამ სამბორბლიანი ველოსიპედის შემოგვსა ამ სამბორბლიან ველოსიპედიდან ორბორბლიან ველოსიპედზე გადასვლაში ვფიქრობ, რომ განათლების როლი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და დრო ჭირდება. დრო ჭირდება ნამდვილად ამ ყველაფერს და დროსთან ერთად დარწმუნებული ვარ, არ დააყოვნებს ასევე წარმატებებიც მადლობა საინტერესო პასუხისთვის. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო პასუხისთვის. მოდი ახლა გადავიდეთ networks-ზე. მოდი ორი საკითხი მინდა ერთ თავში გავაერთიანო. პირველი ეს არის გაყიდვები და ნუ network-ი ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელი, ხო? ეხლა ხშირად ამ მიმართულებითაც მომყავს ალეგორიები, რომ ნუ ეხლა გაყიდვები ჩვენ, აი ხა წლოვანებები ახსენე, ხო? ჩვენ ბავშვობაში გაყიდვები ითვლებოდა რაღაცა სამარცხვინო ის იყო თემა, ხო? აი
ეს საბჭოთა მენტალობის გამოძახილი იყო, რომ აი როგორ აი ვაჭარია. ანუ აი პირობითად ადამიანი რომელიც რაღაც პატარა ბიზნესით იყო დაკავებული, ნუ აჭარია რა. ეს 90-იანებამდე გაგრძელდა მე 2000-იანებშიც იყო ესე, რომ აი იცი რა არის ხილბოსტანს ყიდის ვაჭარია. მედიკამენტებს კი ვაჭარია. ანუ ვაჭრის ის იყო და ეს ნეგატიურად აღიქმებოდა ეს ყველაფერი, ხო? ნუ დღეს ფაქტიურად გაყიდვების გარეშე ვერც ქვეყნები, ვერც კომპანიები და ვერც ინდივიდუალური ბრენდები წარმოუდგენელია, ხო? ანუ შეიძლება აქვს თავისი ღირსეული როლი კი არა, ის არის ფლაგმანი რეალურად ნებისმიერი კორპორაციის ცხოვრებაში და ქვეყნის ცხოვრებაშიც მათ შორის. მაგრამ ამავდროულად აი ხა ეს ნეტვორკ მე ვცდილობ ხოლმე რომ ქართული შესატყვისები გამოვიყენო. მიჭირს ხოლმე პოვნა ზოგჯერ, მაგრამ ნეტვორკინგს მიგვიხდება ახლა მაყურებელი რასაც ნიშნავს, აი ჯამში მე მაინტერესებს, ხო აი ბენეფიციარების დონეზე. აი ნებისმიერ კომპანიას, ხო? ადამიანები ქმნიან, პერსონალური ბრენდები ქმნიან კომპანიებს. კომპანიები მე ქმნიან ქვეყნის ეკონომიკას და ასე შემდეგ. ეს არის ცირკულარული ჯაჭვი მთლიანობაში, ხო? აი მე მაინტერესებს აი ზოგადად გაყიდვებში სად ვართ? აი მე სხვადასხვა ძალიან ბევრ კომპანიასთან გვაქვს შეხება, კი იცი და აი ინდივიდუალური საუბრები როცა მიდის ხოლმე დამფუძნებლებთან. აი ყოველთვის ახლა არ დავასახელებ ცხადი არავის, მაგრამ ყველას სატკივარია ეს. რომ აი თავარი პრობლემა სად მაქვს აი გაყიდვებში. სულ გაყიდვები არის აქილევსის ქუსლი რეალურად ყველა უმეტესობა კომპანიის, ხო? აი მე მაინტერესებს აი გაყიდვებში სად ვართ ზოგადად როგორც კრეფსითაც და მე უკვე ნეტვორკის ნაწილსაც მინდა შევეხო, იმიტომ რომ საერთაშორისო ქსელების, საერთაშორისო ურთიერთობების, ლოკალური ურთიერთობების გარეშე თან მით უმეტეს ახლა ვიცით რომ 90-იანებმა დაგვიტოვა ის მანკიერებაც, რომ ქართული ბიზნესი ერთმანეთს არ ელაპარაკება. არ ვიცი ეს რითი არის განპირობებული, მაგრამ აი ხშირ შემთხვევაში მე ხშირად ახლა კი იცი, მართლა მეორეჯერ ვამბობ, რომ აი უდიდეს ქსელს ვაერთიანებთ თვითონ ბიზნესების, ხო? აი ხშირად მომისმენია, რომ აი ძალიან ცნობილი კომპანიის დამფუძნებლები ერთმანეთს ეკითხებიან, რომ უი შენ ამას აკეთებ? არ ვიცოდი. და ეს გამოძახილი არის ზუსტად იმის, რომ არ ელაპარაკებიან ერთმანეთს, ანუ არ იცნობენ ერთმანეთს სათანადოდ და მე ამიტომაც არის ალბათ ის, რომ გაყიდვებში მოვიკოჭლებთ, ნეტვორკის ნაწილი ისე ვერ გვაქვს და ასე შემდეგ. აი შენი მოსაზრება მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. მოკლე პასუხია, რომ წინ მივდივართ, პროგრესი გვაქვს. ეხლა კარგია ოპტიმიზმის დასწრება. არა, ფაქტებზე ყოველ შემთხვევაში მე რასაც ვხედავ და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხო, ანუ კი, ცალსახად ეგრეა, რომ ანუ ბიზნესში მთავარი უნარი, მთავარი სკილი სკილი არ ქვია ჩვენ თორსა თავალი სკილი არის გაყიდვები ეგ ნამდვილად ეგრე არის ისიც რომ რაღაც საბჭოთა წარსული თავის დაღსასვავს ამ ყველაფერს მაგას გეთანხმები ეგეც ნამდვილად ეგრეა პროგრესი გვაქვს ამ მერთულებით მოდი სკივილის ჭრილში რო გითხრა სკივილის ჭრილში ჩვენ სამ რაღაცაზე ვაკეთებთ აქცენტს აი ჩვენ ვაკეთებთ აქცენტს ანუ აკადემიურ ნაწილზე უშუალოდ ტექნიკურ ცოდნაზე, იმის რაც ადამიანი სწავლობს, კარიერულ ზრუნვას ვეძახით იმას, რომ ანუ ადამიანს შეძლოს ამ თავისი უნარების და თავის ცოდნის პრეზენტაცია გააკეთოს და კარგად მიაწოდოს, ესეც უკვე გაყიდვებთან ახლოს არის და მესამე ჩვენზე ნეტვორკინგს ვეძახით და მართულებას, რომ ამ ადამიანებმა ერთმანეთი გაიცნო. წარმოუდგენელია რაღაც თუ გინდა რაღაც სფეროში მიაღწიო წარმატებას, მიაღწიო ისე, რომ სხვას არავის არ იცნობდა ამ სფეროში. არ ხდება ეგრე. რო დაუბრუნდეთ რაღაც იმ მაგალითს, რომ აგერ სხვა ქვეყნებში რაღაც ასობით წელი ამას აკეთებენ. სხვა ქვეყნებში ეს ყველაფერი არის ინსტიტუციონალიზებული რა, ანუ მილიონი სხვა ასეთი ასოციაცია, ისეთი ასოციაცია, ესეთი ანუ უამრავი თულია იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ რაღაც ერთმანეთის მსგავსი ინტერესების მქონე გამოსვლას ერთმანეთის გაცნობა შეძლონ. ეს ინფრასტრუქტურა, ასე ვთქვათ, ინსტიტუტები არის ამისთვის შექმნილი, სადაც ეს ფორმალურად ხდება, ფორმალური პროცესებია და ჩვენაც შეგვეხება ჩვენც ამ მართულებით ვითარდებით და ვიწყებთ და ამის მაგალითი არის ასოციაციები რა. ჩვენ მე ვარ საქართველოს ტექ ასოციაციის დამფუძნებელი, სადაც ტექნოლოგიური მიმართულებით კომპანიებს ვაერთიანებთ და ასევე ამ ასოციაციის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ის არის, რომ აი ნეტვორკინგს ხელი შეუწყოს რა.
და უკვე არსებობს ასევე BAG, ხო, ბიზნეს ასოციაცია. ბიზნეს BAG-ის წევრებიც ვართ ჩვენ სკილვილი და ესეც უკვე საკმაოდ დიდ ნაწილს ქართული ბიზნესის, უფრო established ბიზნესის, ასე ვთქვათ, შედარებით უფრო ტრადიციული ბიზნესის, ასე ვიტყოდი, აერთიანებს დიდ ნაწილს და აქ ხდება networking-ი, ხდება აზრების გაცვლა და ესეც ასე ვთქვათ, როგორ სწორედ ვისწავლეთ, ანუ დავამუღამეთ რა, ან მე ვერ ვიტყვი რაღაც ქართულ ბიზნესმენებზე იმას, რომ ანუ პრობლემა გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაციის ან კი კონკურენცია და უნდა იყოს, კონკურენცია მნიშვნელოვანი იყოს ჯანსაღი კონკურენცია, მაგრამ ის რომ მთლიანად სექტორი როგორც ასეთი რაღაც განვითარდეს და წინ წავიდეს, ამ მართულებებით ძალიან კარგი პროგრესი გვაქვს, ვფიქრობ და რა თქმა უნდა ისევ და ისევ ცოტა დრო არის გასული ამ ყველაფერში თავისი საბჭოთა წარსული თავის როლს უარყოფით როლს თამაშობს, მაგრამ სწორი მიმართულებით მივდივართ და პროგრესიც გვაქვს ამ მიმართულებით. არ ვიცი, ჩემი გამოცდილებით და შენც ახსენე, რომ ხდება ხო, ანუ აი ბიზნესმენები შენ იმაშვები, შენ ამაშვები, ანუ ხდება ამ აზრების გაზიარება და ამ გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარება, იმისთვის რომ რა თქმა უნდა თავის კომერციულ საიდუმლოებას და თავის რაღაც კონკურენცია არსებობს, მაგრამ ის რომ მთლიანად რაღაც overall ქვეყანა, სექტორი, ეკონომიკა წინ წავიდეს, ყველა ადამიანი, ყველა ბიზნესმენი და ჯანსაღი ბიზნესმენი ხვდება იმას, რომ ეს მის ინტერესშია. ქვეყანა, რომელიც წინ მიდის, ქვეყანა, რომელიც ინვესტორებისთვის საინტერესოა, იმ ბიზნესაც დაეხმარება, იმაში რომ განვითარდეს ინვესტიცია, მოიზიდოს, გაიზარდოს და გავიდეს ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ანუ აქაც იგივე პასუხი მაქვს. სწორედ მივდივართ, მაგრამ დრო გჭირდება. მოდი ახლა მაინტერესებს შენეული fundraising-ის რეცეპტი. ხშირად მომყავს ხოლმე ეგეთ кейსი, სტუდენტებსაც უზიარებ ხოლმე ხშირად და შენ ახსენე მასშტაბირება. კი ბატონო. და მე მაქვს ეგეთი მოსაზრება, რომ სამწუხაროდ ჩვენ ბენეფიციარების დონეზე ჯერ ჩვენ ქვეყანას არ უყურებთ მასშტაბურად. და ეხლა ერთ მაგალითს მოვიყვან და აი მე მაინტერესებს შენი ხედვა ამასთან დაკავშირებით. რომელი წელი არის აღარ მახსოვს ზუსტად. ეხლა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს რომელი წელი. ანგელა მერკელი არის ჯერ კიდე გერმანიის კანცლერი. და ჩამოსულია საქართველოში. ამ ისტორიას რო ვიხსენებ ხოლმე, ანუ აი სიმწრისგან დამბურძგლავს ხოლმე რა ეგრევე და ეხლა მივხვდები ზუსტად რა გულისხმობ. ჩამოსულია საქართველოში. ნუ ოფიციალურმა მაშინ აღარ მახსოვს ვინ იყო პრემიერ-მინისტრი, აღარც ეკონომიკის მინისტრი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება სადღაც აქვს, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში არ დავასახელებ პერსონალიას. ოფიციალურმა პროტოკოლურმა ნაწილმა ჩაიარა და ანგელა მერკელი დაპატიჟეს ერთ-ერთ თბილისურ რესტორანში. ნუ დიდი ალბათობით ეხა მენიუში არ ჩამეხედავს, მაგრამ ხინკალი ხაჭაპური მწვადი იქნებოდა იქ დიდი დოზით. ეხა უცბად რას დავაკავშირე. თბილისიდან 1 საათის მანძილზე დაბა ასურეთში. პოლნისში უფრო ზუსტად. გვაქვს გერმანული სოფელი. სახელწოდებით ელიზაბეტარი. გერმანული არქიტექტურა, ლუთერანული მონასტერი და ასე და აი უცბად დავფიქრდი რა მაშინ ეს რომელი წლები აღარ მახსოვს. დავფიქრდი რომ აი მეთქი ეს ხალბატონი რო წაეყვანათ ეხა ელიზაბეტალში. გერმანული კულტურით გაოცებულს კავკასიის გულში დაერეკა გერმანიის განვითარების ბანკისთვის, KfW-ისთვის და ეთქვა რომ ხალხო საქართველოში ნახე გერმანული კულტურის კერა. მოდით გამოყავით მილიარდები, გავაკეთოთ რესტავრირება და მოდი წელიწადში ერთხელ ოქტომბერფესტი ჩავატაროთ ასურეთში. ხო არის მასშტაბური პროექტი. ანუ მე საბუდა უცბად დავალაგე გონებაში რომ აი მალა მილიარდები ამ კუთხით, იმიტომ რომ მასშტაბურად არ შევხედეთ ჩვენივე ქვეყანას. ჩემი აზრით მასშტაბირება უნდა იწყებოდეს საქართველოდანვე, იმიტომ რომ ძალიან დიდი რესურსები აქვს, ბევრი მიმართულებით. ხო, ეხლა ეს ერთი ნაწილი ვახსენე კონკრეტულად, აი უცბად როგორ შეგიძლო fundraising-ი გაგეკეთებინა ამ მიმართულებით, რა და აი მაინტერესებს აი fundraising-ის შენებული რეცეპტი ცხადი ეხლა ბოლომდე არ გაგვიმხელ, რა თქმა უნდა, ხეზე ასვლას ალბათ არ ასწავლი ბევრს, მაგრამ არც მე არ ვასწავლი, მაგრამ პრობლემა არა. მაინტერესებს ლოკალურად თუ გლობალურად. აი რა როგორ უნდა ვაპოზიციონიროთ ჩვენივე რესურსს. ესეც ხო ერთგვარ გაყიდვების кейსია, ხო? აი
სწორად დაკავშირება ერთმანეთის ფაქტების, ხო? ეხლა რა ვიცი, გასაგებია ისტორია, გასაგებია სხვა მიმართულება, მაგრამ კი, როცა ხარ ინოვატორი, ისტორიკოსიც უნდა იყო, მედიკოსიც უნდა იყო, ყველაფერი უნდა იყო აბსოლუტურად, რომ შედეგი დადო რა. აი ამ მაგალითით მინდა გადავიდეთ აი кейსზე, რასაც ქვია fundraising-ი შენებურად. ოკეი. ხო. ანგელას ამბავი არ ვიცი, ვერ გეტყვი და. არა, ხო ეს უბრალოდ მოვიყვანე მაგალითად. ვერ გეტყვი. ქალბატონი მერკელის ამბავს. მაგრამ fundraising-ზე შემიძლია გითხრა. ხო, fundraising-ს რაც შეეხება, ხო, რა ხდება? სტარტაპების უმრავლესობა, სრული უმრავლესობა, რა ვიცი, 90% არის წარუმატებელი. ფაქტია. ხო, ფაქტია, მოცემულობა. ფაქტია ესეთი და რატომ არის? იმიტომ რომ ძალიან რთულია. ძალიან რთული ამბავია. და ეს საქართველოზე არის გლობალურად ეგრეა. ამიტომ ინვესტორს ოდესაც ფიქრობს, რომ ხო, აქვს კაპიტალი სასრული აქვს და ფიქრობს, ხო, ეს თავის სასრული კაპიტალი როგორ გაანაწილოს. სად ჩადოს. და ყავს თქვა ორი ადამიანი, ერთი ადამიანი ყავს, რომელსაც ამბიცია აქვს, რაღაცა, არ ვიცი, 5 წელიწადში ექნება 3 მილიონიანი კომპანია და ყავს მეორე ვარიანტი ადამიანების ჯგუფის ფაუნდერების, ასე ვთქვათ, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ 5 წელიწადში ექნება 3 მილიარდიანი კომპანია. venture investor-ზე გვაქვს საუბარი. კი ბატონო. ხო, venture investor-ი აუცილებლად დაიჭირს მეორეს. იმიტომ რომ ამას რომ ამბიცია აქვს, რომ 3 მილიონიანი კომპანია ქონდეს 5 წელიწადში, ალბათ 1 მილიონიანი კომპანია იქნება 5 წელიწადში. ალბათ. იმიტომ რომ ამბიცია ეგ არის, ან ჭერი. შენი ამბიცია რაც არის, ის ასე ვთქვათ, განსაზღვრავს შენ ჭერს და რაღაცები მოხდება, გაუთვალისწინებელი ისა და ალბათ იმას ეგრევე 5 წელიწადში 1 მილიონიანი კომპანია. აი იმას როგორც ამბიცია აქვს, რომ 5 წელიწადში 3 მილიარდიანი კომპანია ექნება, შეიძლება 5 წელიწადში 3 მილიარდიანი კომპანია არ ქონდეს, მაგრამ ქონდეს 300 მილიონიანი კომპანია. ამიტომ იმ ინვესტორსაც გაცნობიერებული აქვს, რომ ხო, risk of failure არის ძალიან მაღალი, ხო, სტარტაპში ფულის ჩადების დროს და ამიტომ აუცილებლად აირჩიოს მეორეს. ამიტომ რაც შეეხება fundraising-ს, ხო, აქ თავარი და წამყვანი თემა არის ის, რომ უნდა ვიფიქროთ გლობალურად, უნდა ვიფიქროთ დიდად, ხო? აი ლოკალურად არ ვიცი, როგორ შეიძლება venture ლოკალურად შეიძლება რაღაც ვთქვათ სხვა კაპიტალის ბაზრის სხვა რაღაც private equity იქნება თუ ბანკი იქნება, ეგ ოკეი, ლოკალურად, მაგრამ ოდესაც უშუალოდ სტარტაპზე და venture დაფინანსებაზე გვაქვს საუბარი, უოჭველი, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ გლობალურად ფიქრობდეს, გჯეროდეს თქვენ თავის და გქონდეს დიდი ამბიციები, ხო? იმიტომ რომ აი ეს ინვესტორი როგორ ფიქრობს, ხო? არჩევს 10 ამბიციურ ტიპს, რომელსაც ჯერა და უნდა რომ 5 წლის თავზე რაღაც, არ ვიცი, 3 მილიარდიანი, 2 მილიარდიანი კომპანია გქონდეს და იქიდან ერთ-ერთი გაამართლებს. ის ერთ-ერთი რო გაამართლებს, საკმარისია ინვესტორისთვის, იმის რომ ინვესტორმა მიიღოს უგუგება დადებითი და გაამართლოს ის თავისი ინვესტიცია. და ახლა 10 იმისეთში თუ ჩადებს, რომელსაც ძალიან პატარა ამბიცია აქვს, ვერ გაამართლებს სუფთა ფინანსურად, იქიდან ერთი რო იქნება წარმატებული და 9 რო ვერ იქნება წარმატებული, ის ვერ გაამართლებს მის ინვესტიციას. ამიტომ სასახოვნო ფიქრობ და გლობალურად და სტარტაპი გააჩნია განვითარების ეტაპზე, მაგრამ საწყის ეტაპზე ინვესტორებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე გუნდს, რა, team არის ერთ-ერთი, ხო, პროდუქტი არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, დიდად არის მნიშვნელოვანი, რომ პროდუქტი იცვლება, მილიონი რაღაცა ხდება განვითარებისას, მაგრამ გუნდი, დამფუძნებელი გუნდი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ გუნდს რა უნარები აქვს, რა გამოცდილება აქვს, რა გაუკეთებია წარსულში, ხო? იმიტომ რომ წარსული საუკეთესო, ასე ვთქვათ, პრედიქტორ, განსაზღვრავს წარსული, ხო, მომავალს და ამიტომ მნიშვნელოვანი არის, ვფიქრობ, fundraising-ის ნაწილში იყოს გუნდი ძლიერი, გამოცდილი, ისეთი, რომელსაც აქვს რაღაც track record-ი და შეუძლია აჩვენოს ინვესტორს, რომ მათ ამის გაკეთება, იმ თავის ამბიციის განხორციელების უნარი გააჩნიათ და შეუძლიათ ამ ამბიციის განხორციელება. ამიტომ
ერთი ის რომ გვინდა გლობალური ამბიცია და ეს გლობალური ამბიცია მეოთხე უნდა იყოს გამყარებული უნარებით, გამოცდილებით და გუნდით, რომელსაც ეს ამბიცია უნდა განახორციელოს. მადლობა ძალიან საინტერესო პასუხისთვის. ნუ ნელ-ნელა ჩვენი 1 საათიანი რეგლამენტიც დასასრულს უახლოვდება. და ხო, აი ძალიან საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა, დარწმუნებული ვარ და ჩვენმა მაყურებელმაც ძალიან ისეამოვნა ამითი. ისე სხვათა შორის აი ჩვენი საუბრის ბოლოს ისევე სკილულს რო დაუბრუნდეთ. რამდენი სტუდენტია ახლა უშუალოდ სკილულში? ეხლა 2000-მდე ადამიანი, რომლებიც სწავლობენ როგორც კურსებზე, ასევე პროფესიულ სადიპლომო პროგრამებში. პირდაპირ მემორანდუმები კომპანიებთან, აი ზუსტად ნეტვორკის ნაწილს რომ მოვაყოლოთ, ხო, ანუ აი მაგალითად აი რამდენ კომპანიასთან გაქვთ პირდაპირ ურთიერთობები, კადრების გაცვლა, გამოცვლის საკითხი და ასე შემდეგ. კი ბატონო. ანუ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ამბავი, იმიტომ რომ როგორც თქვი, ანუ ბიზნეს სექტორის გარეშე, ანუ ეს განათლება, პროფესიული განათლება ძალიან ესეთი მოწყვეტილი გამოდის და აუცილებელია ბიზნესთან თანამშრომლობა და ამას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. 50-ზე მეტი პარტნიორი კომპანია ყავს, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ და ასევე სხვადასხვა სექტორებში, იქნება ეს ტექ კომპანიები, ასევე და არატექ კომპანიებიც, რომელსაც სჭირდებათ ფინანსური სექტორი მაგალითად, ასევე რაღაც სახელმწიფო უწყებებთან, სიპებთან უწყობ ურთიერთობებს სჭირდებათ ტექ რესურსი და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, სტუდენტების წარმატება, სადღაც ჩვენ მათ უზიარებთ მე ამ კომპანიებიდან მოსულ ვაკანსიებს, ვეხმარებით მომზადებაში, რომ უკვე ადეკვატური პაკეტი გააგზავნონ, გასაუბრება კარგად გაიარონ და ასე შემდეგ და გვაქვს ასევე ძალიან ბევრი წარმატებული სტუდენტების кейსები, რომელიც ხშირად ვაცნობთ საზოგადოებას. ალბათ რომანტიზება არ გამოდის, მაგრამ უნდა გავაკეთოთ ალბათ მაგის მეტი აქცენტი ამაზეც, რომ მოხდეს სექტორის პოპულარიზაცია. კი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ნაბიჯები ყოველ შემთხვევაში ამისკენ არის გადადგმული და ისაც ამჩნია, რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო საინტერესო საუბრისთვის. ისურვო წარმატებები და სკილულს უსურვო. ძალიან ბევრი წარმატება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ სხვადასხვა ფორმატებში ძალიან მალე შევხვდებით ასევე ერთმანეთს. ბატონი გიორგი მარიამიძე იყო ჩვენი მასპინძელი, ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალი შენობით ბიზნესთან კი მორიგ შაბათამდე გემშვიდობებათ. გადაცემის სპონსორია ავტობანი. ავტონაწილების 100-ზე მეტი მომწოდებელი, ორიგინალი მწარმოებლები, რომლებსაც ენდობა ავტოსამყარო და 40,000 დასახელების პროდუქტი ერთ კომფორტულ სივრცეში. ენდეთ ჩვენს 30 წლიან გამოცდილებას. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი